იყო დღე, როცა ფერები რეალობაზე მეწყობოდნენ. ვიდიოდით იქ, სადაც ბუნება ხელშეუხებელი იყო. ეს აბუდელაურის ფერადი ტბებია. ლურჯი სიღრმის ფერი, მწვანე სუნთქვის ფერი, თეთრი სიჩუმის ფერი. მეგობრებო, ჩვენ ვიყავით ახალროშკაში და მივეღვიძებით აბუდელაურის ფერადი ტბებისკენ. ეს, რასაც უყურებთ, არის ჭაუხები. ჭაუხების ძირში არის აბუდელაურის ფერადი ტბები და გზადაგზა ყველაფერს განახერხეთ. როგორც კი ვიდეოს დავადექით, ჩვენ წინ გაიშალა ულამაზესი ხედები ჭაუხების ფონზე. წინ ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ საკმაოდ რთული გზა გველოდა. გზად უამრავი ფერადი ყვავილი იყო. მთის ყვავილები იმდენად გამორჩეული და ლამაზია, რომ შეუძლებელია უყურადღებოდ დატოვო. ტბას, სადაც შევისერეთ რამოდენიმე წუთით და გავაგრძელებთ გზას თეთრი ტბისკენ. ჭაუხების ვისაც სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, წამოვა თეთრ ტბაზე. ჩვენ ჯერჯერობით არ ვსულვართ ტბებზე, თუმცა მარი არ მოდის თეთრ ტბაზე. უარს ამბობს თეთრ ტბაზე. მოკლედ, დავიშალეთ. ჯგუფის ერთი ნაწილი წავიდა ლურჯ ტბაზე, მეორე ნაწილი პირდაპირ წამოვედით თეთრ ტბაზე. თეთრი ტბისკენ მიმავალი გზა ულამაზესი იყო, მინდვრები, სიწყნარე, სუფთა ჰაერი. ცხრები კი ისე იყვნენ მიმოფენილები, იფიქრებდი ვიღაცას ფუნჯით მოეხატოს თეთრი ბამბის წერტილები მწვანე ტილოზე. და როგორც ყოველთვის ადგილზე იყვნენ უსაფრთხოების უფროსები. Dare da maluleta, messame si chiamase. Así hay engaños, ¿no? Que strategie. Poi che non ci vogliare andare, ci vuole sempre un risiko. Vada a fare. Poi ho avanzato lasci. თეთრი ტბისკენ მიმავალი გზა საერთოდ არ არის რთული. პირიქით, ძესა სიამოვნოთ მივუყვებით ამ რელიეფს. აი ახლა უნდა ავიდეთ აქ და ეს უნდა გადავიეროთ. განავნახე და ის და თქმის მივედით თეთრ ტბამდე, ეს ხედები გვაქვს. და აი თეთრი ტბა არის აი აქ. კარგად არ მოჩანს, ჩავართ და უფრო კარგად გავიგეთ. ჭაუხების ძირში, რომელიც არის ულამაზესი. თეთრი ტბიდან რომ დავიშვით, ბილიკი სულ ნაშალი ქვებით იყო მოფენილი. ისეთი ფეხს რომ დაადგამდა არ ხარ დარწმუნებული შენ მოძრაობ თუ ქვა. მერე თოვლიც შეგვხვდა, ბუნებრივია ვერ გავუწევით სდუნებას და ვისრიალეთ. მოკლედ, აი. სრიალით მოვდივართ. ირგვლივ სულ დეკას ყვავილები იყო. პატარა თეთრი ყვავილები მთის ქარში ოდნავ ირხეოდნენ და ყველაფერს განსაკუთრებულ სიმშვიდეს სცემდნენ.
და ბოლოს გამოჩნდა ლურჯი ტბაც, რომელიც მშვიდად მოქცეულიყო მთებს შორის. ჩვენ შევერთით ერთმანეთს ლურჯ ტბაზე. რეალურად ამათ უფრო რთული ტური გამოუვიდათ, იმიტომ რომ გადავიძენეთ ცოტათი. ბევრი იყო ხეს. თანაბრად თქვენ შეგიძლიათ საკუთარ დავამტკიცოთ. დავამტკიცეთ. არა ბიჭო. აღმოსევერი მკვლელი. საერთოდ არის რთულობა. აღმოსევერი არის საერთოდ. წვანი ტბა დაგვჭირდა სანახავი და ვნახოთ აბა. აი ეს არის წვანი ტბა. ხვდებით რომ საკმაოდ მარტივი ტურია და ვისაც სურს რომ დაიწყოს ლაშქრობა, ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა მოინახულოს ეს ტბები და რავი, მერე გაუჩნდება სრული ნელა ლაშქრობის. აი, გამდინარე გადავიაროთ და აბა დაგემშვიდობებით, ეს არის ჩემი პირველი ვლოგი და იმედია მოგეწონებათ. ნაჩვენები აქაურობაზე და საქართველოზე. სიჩუმე, სიმშვიდე და ბუნების ხმები. ეს აბუდელაურის ფერადი ტბების ფერადი დასასრულია. და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენო ყველაზე გემრიელი ხინკალი, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. ასე დასრულდა ეს ლაშქრობა, ლამაზი ხედებით, ბევრი ტკბილი მოგონებითა და იდეალური ხინკლით. წევით. ჩვენ YouTube ვიდეოსთვის ვემზადებით. ხო, თლად YouTube-ში და ჭაუხების. საჭობდა უამაზესი შესაძლებლები. აუ გავსკავართ მეც თავიდან. აუ მეგობრებო, ერთი რამ უნდა გავამხილო. მე დავხილე. ეს დააშიტირებული ვარ. მართებით აბუდელაურის ტბებისკენ. ეგ ვთქვით რამე სხვა თქვი ახლა. ვიდეოსი ხე. Like და subscribe.